მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს. უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. ეხლა არის ღამის 3 საათი და არ ვიცი რატომღაც ისეთი მინიშნებასავით იყო, რომ გამეკეთებინა გასვლა რას ნანობს ადამიანი, რომელმაც გაწყენინათ. საერთოდ ნანობს თუ არა ხო და რას ნანობს ყველაზე მეტად ესე რომ ვთქვათ, არა აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი პარტნიორი იქნება თუ უბრალოდ მეგობარი. ყოველ შემთხვევაში ნახოთ ადამიანი, რომელიც რაღაც გაწყენინათ და აქვს თუ არა სინანული და რას ნანობს. მოდით გავაკეთოთ ორ ვარიანტად. პირველი და მეორე ვარიანტი. ახლა არ მაქვს ამეტებზე აქ არაფერი ისეთი, რომ უცბად დავდოთ, ასე რომ ციფრის მიხედვით ამოვირჩიეთ, ხო? ან ერთი, ან ორი. პირველი ვარიანტი, ან მეორე ვარიანტი. პირველ რიგში ნახოთ, ესე იგი, პირველი ვარიანტი არ ჩანს, უბრალოდ აქ ჩემს მეორე ვარიანტი. ნახოთ, ვინ იქნება, ვინ მოვა, როგორი ადამიანი მოვა. და ნანობს თუ არა და რას ნანობს ეს ადამიანი. მოკეთ მეორე ვარიანტი გადავდე, პირველი ვარიანტი დავიწყებთ, ვინ მოვიდა ადამიანი. ადამიანი ახლა ამ ეტაპზე არის თქვენგან საკმაოდ მოშორებით, შეიძლება იყოს სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში, სხვა ვითარებაში, ხო ისეთში, სადაც რეალურად ახლა ამ ეტაპზე საერთოდ არ გაქვთ შეიძლება იყოს იქ, სადაც თქვენ ხართ, მაგრამ ამ ადამიანთან აშკარად არანაირი კავშირი არ გაქვთ, ხო? ადამიანი ამ ეტაპზე მოტყვა ისე გაწყენინათ, რომ არანაირად არ გსურთ ამ ადამიანთან შეიძლება კომუნიკაცია, ხო? რაღაც ესეთი მომენტიც მოდის. ადამიანი, რომელთანაც ნამდვილად გაქვთ ზღუდე აღმართული და ჯერ კიდევ ვერ გამოსულხართ იმ ესე ვთქვათ გაუგებრობიდან, რატომ მოიქცა ადამიანი ესე, ხო? რატომ გაწყენინათ, რატომ გააკეთა ეს არ აქვს მნიშვნელობა, პარტნიორი იქნება თუ მეგობარი, ხო? ანუ ისე რომ უბრალოდ ადამიანი, რომელმაც გაწყენინათ, ხო? ჯერ კიდევ ვერ გარკვეულ ხართ რა ხდება თქვენ თავს და რატომ მოიქცა, რატომ მოიტყუა, რატომ გააკეთა ის, რაც ჩაიდინა, ხო, ამ ადამიანმა. უკეთ ეს ადამიანიც რაღაცნაირად თითქოს ცდილობს, რომ თქვენგან ცოტა ისე იყოს, არ გაჩვენოთ თავისი მდგომარეობა, შეიძლება ძალიანაც სტკივა, ძალიანაც გრძნობს იმ მომენტს, რომ არასწორად მოიქცა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ ნამდვილად არ უნდა გაჩვენოთ რაღაცა, ეს მომენტი აქვს. კარგით. ნანობს ეს ადამიანი, რომ გაწყენინათ, ნანობს. იცით რა არის, ნახეთ, მე ესე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანისთვის იმდენად სულ ერთია თითქოს ყველაფერი და ამ ადამიანისთვის იმდენად სულ ერთია საერთოდ რა იქნება, როგორ იქნება, საწავა როგორ მოვა, თითქოს ის როგორ არის ადამიანი, რომელიც არ უკვირდება ვის რას ეუბნება, ხო? შესაძლებელია ეს ადამიანი რატომღაც არ ვიცი, რატომღაც ქალბატონი შეიძლება იყოს, თქვა თანამშრომელიც, ხო, რაღაც მომენტში რატომღაც ესე მომდის ინფორმაცია. თითქოს პირველი ვარიანტისთვის ეს არის ადამიანი, რომელიც არის ქალბატონი და რომელმაც დაუფიქრებლად შეიძლება ითქვას რაღაცა გაყენათ ის ტკივილი, რომელიც ეხლა არ გაქვთ ხო ამ ეტაპზე. ნანობს თუ არა ეს ადამიანი, ნახეთ როგორ მომენტი ნანობს, თქო რომ გითხათ, ნამდვილად ვერ გეტყვით რომ ნანობდეს, მაგრამ ეს ადამიანი მე მგონი უფრო კი არ ნანობს, არამედ ბრაზობს იმას, რომ თქვენ შეიძლება რაღაცა პასუხი გაეცით. ან შეიძლება საერთოდ უპასუხოთ, დატოვეთ და საერთოდ გაეცალეთ, ხო, ამ ადამიანს. ისე რომ ესე გეტყვით, ეს ადამიანი პირველი ვარიანტი ვინც აიფიქრეთ, რო გითხრათ რომ ნანობს, თქო ნამდვილად არ ნანობს ეს ადამიანი არაფერს. კარგით, მოდით აბა ვნახოთ, რატო არ ნანობს, ჯერ მაშინ ეს ვკითხოთ, რატო არ ნანობს. იმიტომ რომ უბრალოდ არ ყვევდა სიტუაციას, თulis ეს ადამიანი და უბრალოდ ეს ადამიანი თulis რომ
თქვენ პრინციპებზე არ უნდა წამოსვლა, ხო? თქვენს რაღაცა წინადადებაზე არ სურდა, რომ ისე გაეკეთებინა, ხო, როგორც თქვენ გინდოდათ, თუნდაც სამსახურის თემაში, ხო, რაღაცა პროექტთან მიმართებაში არ როგორც თქვენ თვლიდით საჭიროდ, ისე არ უნდოდა, ხო? თulis რომ მან დაიცვა თავისი პოზიციები ეს ადამიანი. თulis რომ მან დაიცვა თავისი პოზიციები და უბრალოდ გაგერიდეთ, უბრალოდ გაგეცალათ, უბრალოდ გითხრათ და წავიდა. აი რაღაცა ეს მომენტი აქვს ამ ადამიანს. კარგით რა, ხან არ ნანობს, მოდით მაშინ ესე ვკითხოთ, რაზე ბრაზობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში. რაზე ბრაზობს თქვენთან? იმაზე ბრაზობს, რომ ძალიან მოჭეჭულია თქვენზე. ესე მარტივი არ ყოფილა წასვლა, როგორც ჩანს. იმას ბრაზობს, რომ თქვენ მაინც გაიმარჯვეთ და თქვენი მაინც გაიტანეთ. თქვენ მაინც მოახერხეთ, რომ იყოთ სტაბილურად, იყოთ ბედნიერად, იყოთ კარგად და მას აქვს რაღაცა პრობლემები შეიძლება, ხო? იმიტომ რომ ეს ადამიანი რაღაცა ცოტა ისეთი კი ფიქრობს რაღაცებზე, თითქოს სამართლიანობა თქვენს მხარეზე რო არის, აი მაგაზე ბრაზობს, რომ თქვენს მხარეზე აღმოჩნდა სამართლიანობა. თქვენ აღმოჩნდით მართალი ამ სიტუაციაში, არ აქვს მნიშვნელობა ის პარტნიორული ურთიერთობა იქნება, თანამშრომლობა თუ რა იქნება, ხო? თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელმაც მიიღეთ გამარჯვება და თან აქვს ის ბრაზი, რომ როგორ თუ ეს ადამიანი რაღაცნაირად ვერ ახერხებს და ვერ ჭრის იმ მდგომარეობას, რაც მას უნდა რომ იყოს, ხო? როგორ თუ თქვენ ვერ მოახერხეთ და ვერ დაგიმორჩილოთ, რომ მის გადაწყვეტილებებზე, მის ხასიათზე გევლოთ, ხო? თუნდაც დაქალი რო იყოს, აი რატომღაც არ ვიცი, რატომ მომდის ეს ინფორმაცია, აი თუნდაც დაქალის მომენტი რო იყოს, ხო? ხვდებით, გინდათ ძმაკაცის, ხო? რატომღაც თulis ეს ადამიანი, რომ მას როცა სცალია, ყველაფერი უნდა გააკეთოთ, როცა მას სცალია, როცა მას სჭირდებით, როცა მას უნდა რომ გვერდში ყავდეთ, უნდა იყოთ და არ გაქვთ თქვენი უფლება იმის, რომ რაღაცა თქვენ საქმე გაქვთ და უთხრათ, რომ ეს საქმე მაქვს და არ მცალია, ხო, რაღაცა ის მომდა. ფიქრობს ეს ადამიანი იმას და ბრაზობს იმას, რომ ძალიან კარგად ხართ უიმისოთ, ძალიან ბედნიერადაც გრძნობთ და სამართალი რატომღაც თითქოს იცით როგორი მომენტი, აი რაღაცა უბრუნდება ამ ადამიანს თითქოს ხვდებით, აი რაღაცა არის ის მომენტი, რაზეც ვერ მოახერხა და ნახოთ აბერტი რა უბრუნდება თქვენს გამო ამ ადამიანს, რა უბრუნდება თქვენს გამო ამ ადამიანს. ფორტუნას ბორბალი. მისი მდგომარეობა, ესე რომ ვთქვათ, გაჩერდა მისი მატერიალური კუთხით, მისი რაღაცა ემოციური კუთხით, ხო, თითქოს ადამიანი რაღაცა დეპრესიულ მდგომარეობაში არის, თუმცა თქვენ არ უნდა არ გაჩვენებთ მაგას არც თავისი, ვთქვათ, სტატუსებით ან რაღაცა მსგავსი მომენტებით, ხო? ამ ადამიანს შეუტრიალდა ზუსტად ის, რა წყენების თქვენს მიმართ გამოისროლა, ხო? ეგონა ამ ადამიანს ეთყობა, რომ ძალიან ისეთი მისი წასვლის შემდეგ თქვენ მას გაეკიდებოდით და მეტს ეცდებოდით, რომ ამ ადამიანის დაბრუნებას ან ამ ადამიანთან რაღაცა კომუნიკაციას აღდგენას, ამ ბოდიშების მოხდეს, ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი მაგაზე ბრაზობს, რომ თქვენ ძალიან კარგად ახართ, არცად არაპირებთ რომ გაეკიდოთ, არც არანაირად არაპირებთ რომ ბოდიში მოუხადოთ და ბოდიშით თვითონ კი აღმოჩნდა რაღაცა ჩიხში, ხო, ესე რომ ვთქვათ, თვითონ აღმოჩნდა გაურკვევლობაში, რომელიც თვითონვე შექმნა თავისი დაუფიქრებელი და გაუანალიზებელი სიტყვებით, ესე რომ ვთქვათ. აი მე ერთხელაც ვკითხოთ. ანუ მაინც არ ნანობს, ბრაზობ, ხო? არ ნანობს. არა, არ ნანობს. ეს ადამიანი არ ნანობს, უბრალოდ თulis, რომ მას ის სწორად მოიქცე, იმიტომ რომ მან გითხრათ ის, რასაც ფიქრობდა და მან დაიცვა თავისი პოზიცია და თქვენ რატო შეუბრუნეთ სიტყვა, ან საერთოდ რატო არ შეუბრუნეთ სიტყვა და არ შეხვედით კამეჩი, ან საერთოდ რატო გაერდეთ, აი ამ ყველაფერთან მიმართებაში აქ უფრო ბრაზის მომენტია, ვიდრე სინანულის. აქ უფრო ის მომენტია, რომ ბრაზდება იმაზე, რომ თვითონ დაუბრუნდა რაღაცა ნიუანსები, შეიძლება ნახეთ, გაანალიზა და მიხვდა კიდევაც იმას, რომ რაღაცები, რაც
ბუმერანგის სახით უბრუნდება და ეს თქვენს იმიტომ ხდება, რომ თქვენ გაწყენეთ, ხო? იმიტომ რომ ესე ვიტყოდი, რომ თქვენ შეიძლება ხართ ის ადამიანი, რომელიცაც სამყარო იცავს, ხო? რაღაცა სამყარო აძლევს იმ ენერგიას, რომელიც უნდა გქონდეს, ხო, ადამიანს დაცვით ენერგიას. შესაბამისად, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი შიშები ჩამოუყალიბდა ამ ადამიანს, ძალიან ბევრი ტკივილების მდგომარეობა შეიძლება ითქვას და ნახეთ აანალიზებს, მაგრამ არ აღიარებს, რომ ის ხდება. ის უბრალოდ თავის კაფიო გადაწყვეტილებაზე არის, რომ თავისი თქვა მართალი იყო თქვენთან მიმართებაში და უბრალოდ თქვენი ქმედებები მას, ესე რომ ვთქვათ, აბრაზებს. მოგეთ ესეთი გამოვიდა პირველი ვარიანტი, არაფერსაც არ ვნანოფო. კი ბატონო, თუ არ ნანობს, ნახავთ, სამყარო ძალიან სამართლიანია და ნახავთ, როგორ იქნება სიტუაცია და მე ნახავთ ინანებს თუ არა. და მეორე ვარიანტი. ვინ მოვიდა? ესე იგი, აშკარად ადამიანი, რომელიც ახლა სირთულეებშია, რომელსაც რაღაც პრობლემები აქვს, რომელსაც პასუხისმგებლობები, რომელიც აქვს აღებული, არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანებზე იქნება, საკუთარ თავთან მიმართებაში იქნება თუ რასთან ან მისთან დაკავშირებით, ამ ადამიანს ძალიან უმძიმს უკვე ამ თავისი პასუხისმგებლობების ატანა, გაძლება და ესე ვთქვათ, წინ სიარული, ხო, ამდენი ტვირთით, ხო, რაღაცნაირად ესე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს ძალიან ურთულდება ტვირთის მდგომარეობა და აქ თითქოს როგორი მომენტია, იცით, ვინ არის ეს ადამიანი? აი აქ როგორც ჩანს, მე მგონი არის ესეთი ადამიანი, რომელსაც ოჯახის არკანია, შეიძლება ის სამკუთხედი სიტუაციებიდან გამომდინარე იყოს, შესაძლებელი რაღაცა კოლექტიური მდგომარეობა, სადღაც სამსახურებრივი მდგომარეობა, სადაც თქვათ ადამიანმა რომელსაც გაწყენათ, უჭირს თქვათ თავისი სამუშაოს თავი გაართვას და მარტომ იშრომოს ამ ყველაფერზე და ეს ადამიანს რატომღაც აშკარად თქვენგან მოშორებით არის, ხო, ადამიანი თითქოს სადღაცა წავიდა. შესაძლებელია თუ აქ პარტნიორული ურთიერთობა არის ჩაფიქრებული, რა თქმა უნდა, ესე ვიტყოდი, ამ ადამიანს რაღაც მომენტში უჭირს იქ სადაც არის, უჭირს ამ ოჯახის მართვა და ოჯახის ვალდებულებების გადანაწილება, თუმცა, ეს ადამიანი თქვენგან წავიდა თავის ოჯახში, ხო, რაღაცა თავის მდგომარეობაში. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ თქვათ მე ვიყავი ოჯახი და საწავიდა, ხო, რაღაცა, მაშინ ამ შემთხვევაში შეიძლება ესე წავიკითხოთ, რომ ეს ადამიანი წავიდა და სხვა ოჯახს ქმნის, ხო, სხვა ურთიერთობაში გადავიდა. მოკლედ, ყველა ვარიანტმა რომ არ იყოს რაღაცა ესეთი. თუმცა მე აქ უფრო მოდის ის ინფორმაცია, რომ ხო იცით, ჩემი მომენტი ვარიანტებად ძალიან იშვიათად ვიცი ხომ, რომ ეს ანის იქნება. აქ უფრო მომდის ის მომენტი, რომ აქ სამკუთხედი სიტუაცია იყო, ადამიანი დაბრუნდა თავის ოჯახში, მაგრამ იქ უჭირს რაღაცა შეიძლება ითქვას ის პასუხისმგებლობები და ის ემოციები, რომელსაც თქვათ აძლევდით, ვეღარ იღებს, ხო? კარგით, ნახოთ, ნანობს თუ არა ეს ადამიანი თქვენთან და თქვენ გაბრაზებას, თქვენს წყენინებას. აი, ეს ადამიანი კი ნამდვილად ნანობს იმას, რომ თქვენ გაწყენინათ. კი, ნანობს და ფიქრობს, რომ ძალიან ესეთი ბავშვურად გამოუვიდა ყველაფერი, ხო? რაღაცა ნანობს იმას, რომ რაღაცნაირად ვერ მოახერხა და ვერ იმას, რასაც გპირდებოდათ, იმას, რასაც ფიქრობდა, იმას, რასაც თქვათ დროში წელობდა, ვერ შეასრულა, ხო, ვერ გააკეთა და ნანობს, იმიტომ რომ ძალიან ისეთი არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკისაც არ უნდა იყოს ადამიანი, თითქოს რაღაცა პატარა უპასუხისმგებლო ბავშვივით მოიქცა, ხო? მით უმეტეს თუ დრო დაგაკარგინათ და რაღაცნაირად გაიმედებდათ, რომ რაღაცა შეიცვლებოდა და რაღაცნაირად ცხოვრება სხვანაირად დაალაგდებოდა, ხო, თუ გაიმედებდათ იმას, რომ თქვენთან ოჯახურ ურთიერთობას დაიწყებდა და რაღაცა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიყვანდა ამ ყველაფერს.
რას ნანობ კიდე? ნანობს იმას, რომ დაკარგა ის სტაბილურობა, დაკარგა ის ენერგიები, რომელსაც თქვენ აძლევდით, ხო, ის წინსვლის სურვილი, წინ ცხოვრებისთვის ბრძოლის მდგომარეობა, დაკარგა ნანობს იმას, რომ დაკარგა ურთიერთობა, სადაც იყო თანასწორი ურთიერთობა, ხა ანუ ემოციები, რომელიც როგორც თვითონ გაძლევდათ, ისე თქვენ აძლევდით, ხო? ნანობს იმას, რომ ვერ მიიღო გადაწყვეტილებები და არ იყო სამართლიანი თქვენთან. ნანობს იმას, რომ ეს ადამიანი რაღაცა манипуლირებდა თქვენთან ურთიერთობაში და რო ვთქვათ, გაკარგვინებდათ, ხო, რაღაცა დროს გიწელავდათ სიტუაციებს, გაიმედებდათ და რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, რომ ნანობს, რომ თქვენთან ურთიერთობის დროს ეს ადამიანი გატყუებდათ, ხო? ესე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს ძალიან დიდი სიამოვნებით დაიწყებდა მუშაობას ისევ ურთიერთობაზე, მაგრამ როგორ არის იცით, აი უჭირს ამის აღიარებაც რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას. ხო, ანუ აქ როგორი მომენტია იცით, ჯერ არ აქვს იმის შანსი, ჯერ უნდა დააბალანსოს ის წყენინება, რაც თქვენს მიმართ განახორციელა ამ ადამიანმა, ესე ვიტყოდი, რომ უნდა რომ ცოტა დაივიწყოთ, ცოტა დრო გავიდეს, ცოტა გაცივდეს თქვენი ეს რაღაცა ბრაზის მომენტი და მერე შეიძლება რაღაცა შანსიც გამონახოს იმისთვის, რომ ურთიერთობა როგორც ჩანს აღადგინოს თქვენთან. ხო, კი, რაღაცნაირად აღადგინოს თუნდაც საიდუმლო ურთიერთობის მდგომარეობა, ხო? რაღაც უნდა გაიაროთ, გაიაზროთ, თითქოს ესე ვიტყოდი, რომ რაღაც მომენტში თქვენ ცოტა ესეთი კარმული ურთიერთობაც აქვს და სიმართლე გითხრათ, ეს ადამიანი რამდენჯერაც წავა, იმდენჯერ მოვა და რამდენჯერაც მოვა, იმდენჯერ წავა. ეს არ იქნება ის სტაბილური ურთიერთობა, რომელსაც თქვა თქვენ თუ გაქვთ იმედი, რომ რაღაცა სტაბილური ურთიერთობაში იქნებით, ოჯახში იქნებით და რაღაცა მომავლის მდგომარეობას წამოიწყებთ, ხო? სხვათა შორის აქ ორივე ერთნაირი ენერგიებით ხართ, თითქოს რაღაცნაირად არ მიწყინოთ, მაგრამ თქვენც კარგი манипуლატორი ხართ, ესე რომ ვთქვათ, ანუ შეგიძლიათ იმ ადამიანის ემოციებზე ისე ითამაშოთ, რომ ანუ ვერც კი მიხვდეს, ხო, რაღაც მომენტში ხანდახან ესეც შეიძლება იყოს. აქ ადამიანი ნანობს იმას, რომ ის შანსები, რომელიც ჰქონდა ბედნიერებისთვის, რომელიც ჰქონდა წარმატებისთვის, რომელიც ჰქონდა ემოციისთვის, ვერ მოახერხა, ვერ გააკეთა, ვერ შეძლო, ვერ გადადგა ნაბიჯი და ვერ გამოვიდა იმ კომფორტის ზონიდან, რომელიც ჰქონდა შექმნილი მანამდე, ხო? ადამიანი კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეცდება, ესე ვიტყვი, რომ ეცდება, რომ ეს ურთიერთობა აღადგინოს და ეს ურთიერთობა ისევ თავიდან დაიწყოს. თქვენ მისთვის ძალიან ძვირფასი ხართ და ნახეთ როგორი მომენტია, კიდევ ერთხელ გქონებთ, თქვენ ხართ კარმული ადამიანები. აი ეს ადამიანი და თქვენ ერთმანეთისთვის რატომღაც ესე ვიტყოდი, ჭკუის სასწავლებლად ხართ ერთმანეთისთვის შეხვედრილები, ხო, რაღაცა იმისთვის, რომ რაღაცა ისეთი იმპულსური ნაბიჯები არ გადადგათ არც თქვენ და არც მან, ხო, რაღაც მომენტში ვიტყოდი, რომ თქვენ ერთმანეთისთვის შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ემოციების სწავლებისთვის ხართ, ხო, აი რაღაც გამოყვანისთვის, მდგომარეობის და შესაბამისად, როგორი მომენტია იცით, ნახეთ, ეს ადამიანი კი, თვითონ გტკენთ ამ გულს, მაგრამ ალბათ ეს სამყაროს მომენტი არის, როდესაც სამყარო გიგზავნით ამ ყველაფერს, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეთ, ან სწორ გზაზე დაგაყენოთ, ხო, ხა თუ ადამიანს აქვს რატომღაც აი მომდის ეს მომენტი, რომ ეს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი დაოჯახებული ადამიანი არის, ნახეთ, შეიძლება სამყარო გიბრუნებს, სანამ არ მიხვდებით, რომ თქვენ ეს ადამიანი არ გეკუთვნით და არც ამ ადამიანს ეკუთვნით თქვენ, იმიტომ რომ თქვენთვის სამყაროს ესე რომ ვთქვათ, შეიძლება ისეთი ადამიანი ყავს მომზადებული და
თქვენთვის შერჩეული, რომ აი მართლა თქვენი სულის და ემოციების ადამიანი იყოს და შესაბამისად აი აქ როგორი მომენტი ციკლურად მოვაწავა და ეს იარებს რომელსაც მოიშუშებთ ისევ გახსნის რომ ისევ წავა მე თითქოს ისევ შუშებისკენ მიდიხართ მე ისევ მოვა და ისევ გახსნის აქ რაღაც ისეთი მომენტია თუმცა ადამიანი ძალიან ნანობს იმას რომ ვერ ახერხებს რაღაცა თავის პრობლემების, ესე რომ ვთქვათ, პრობლემების რამდენად, ვისთვის როგორ, ხო, მაგრამ რაღაცა პრობლემების მოდალაგებას, ხო, თავის გასაკეთებელს ეს ადამიანი აშკარად ვერ აკეთებს. ისე რომ აი ესეთი გამოვიდა მეორე ვარიანტი. მე წარმატებულ ურთიერთობებს გისურვებთ, რომ იყოთ ბედნიერი, იყოთ წარმატებული და ყველაფერი საუკეთესო ხდებოდეს თქვენს ცხოვრებაში. დროებით.